საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის საკითხზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. არჩილ კეკელიამ იმ ბაზრების ათვისებაზე ისაუბრა, სადაც ქართული ღვინო ნაკლებად ცნობადია. აქცენტი კი ჩინეთზე გაკეთდა, რომლის უზარმაზარი ბაზარიც მინისტრის მოადგილის განცხადებით ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ცდილობს რომ ხელი შეუწყოს ქართულ მეღვინეებს რომ აითვისონ ახალი ბაზარი. ამ კუთხით ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი არის ჩინეთის ბაზარი, სადაც 2010 წელს მოთხოვნამ შეადგინა მილიარდ ლიტრზე მეტი და ეს ციფრი უახლოეს 3-4 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. ეს ამოცან არ არის რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება, ეს არის ერთ-ერთი ბაზარი, რომელიც შეიძლება ქართულ ღვინო ადგილი დაიმკვიდროს და ჩვენ ვფიქრობ ძალიან დიდი პერსპექტივები არის, თუნდაც გასული წლების დინამიკა გვაჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ექსპორტები ამ ქვეყანაში იზრდება.